მინდოდა კიდევ მეთქვა იზოლაციაზე, მე-12 სახლის იზოლაციაზე, როგორ მუშაობს ზოგადად ეს სისტემა, იზოლაცია მე-12 სახლის არის ყოველთვის ცალმხრივი. ეს არ არის ორმხრივი. ანუ მე გამოვეყოფი სამყარო მე არ მიშვებს. ანუ ადამიანს არ უშვებს სამყაროში, ბედი თუ ენერგია თუ რასაც ეძახით. თუმცა სამყარო ჩემთან მოდის. ანუ სამყარო მეუბნება სხვა მიხსნის კონკრეტულ რაღაც საიდუმლოებებს, ესეთმა ადამიანმა ძალიან ბევრი რამე იცის, ბევრი მისტიური, ბევრი არამისტიური და რეალური, ანუ ბევრი ცოდნა აქვს ამ ადამიანს, სულიერად განვითარებულია, ვისაც ძლიერი მე-12 სახლი აქვს. თუმცა, ანუ მე არ შემიძლია გავიდე სამყაროში. მე თავს ყოველთვის იზოლირებულად ვთვლი, რაც არ უნდა ბევრი ხალხი მოდიოდეს ჩემთან და ჩემთან მოდის ხალხი, თუნდაც რჩევის საკითხად, თუნდაც კონკრეტული იმისთვის რომ ზრუნველობა გამოვიჩინო მე, იმიტომ რომ მე-12 სახლის მქონე ადამიანები ძლიერი მე-12 ძალიან გამგებები არიან, ესე ვთქვათ, უფრო შეუძლიათ ემპათები არიან. და შესაბამისად, ჩემთან ბევრი ხალხი მოდის. მაგრამ მე არ შემიძლია სხვებთან გასვლა. ეს არის ცალმხრივი, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ძევალი ხარ ამ სამყაროში და შენ შეგიძლია ძალიან ბევრი რამე გაუკეთო სხვა ადამიანებს და სხვა ადამიანები იქნებიან მადლიერები, უბრალოდ მათი მადლიერება შენამდე ვერ მოდის. ან შეიძლება შენ არ გაკმაყოფილებდეს, ან შეიძლება მათი მადლიერება შენ არც გაინტერესებდეს. მაგრამ აი ესეთი ცალმხრივი იზოლაცია არის, რომ ეს არის შენი ტვირთი ამ ცხოვრებაში, რომ შენ შეგიძლია ძალიან ბევრი კარგი რამე გაუკეთო სხვა ადამიანებს, მაგრამ შენ ყოველთვის იქნები მარტო. შენთან ძალიან ბევრი ხალხი მოვა, მაგრამ შენ ყოველთვის მაინც იგრძნობ თავს მარტო, იმიტომ რომ ეს არის შენი ტვირთი, შენ აი ესეთი ცხოვრებით უნდა იცხოვრო ამ კონკრეტულ ინკარნაციაში, ესე ვთქვათ. რთული პოზიცია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი დადებითიც აქვს. და უფრო მეტად ესეთი ადამიანი, იმიტომაც ხდება აქცენტირება მე-12 სახლის, რომ სამყარო თulis, რომ ეს ადამიანი მარტო უფრო მეტად ეფექტური იქნება და უფრო მეტად განვითარდება ვიდრე სხვასთან ერთად რომ გასულიყო გარეთ. შესაბამისად, ამაშიც შეიძლება პლუსის პოვნა, უბრალოდ ჩვენ ვერ დავინახავთ და მით უმეტეს ძლიერი მე-12 სახლის მქონე ადამიანს ვერ დაინახავს, ალბათ თუ ძალიან მაღალი განვითარების დონე არ ექნება. იმიტომ რომ თავიდანვე ეს იგრძნობა როგორც ჩაკეტილობა, დეპრესია, იზოლაცია და ეს ძალიან რთული გადასატანია. თუმცა რაღაც კონკრეტული დამუშავების ეტაპზე ადამიანი მიხვდება, რომ ამაში არის კონკრეტული პლუსი, რომ ამ საქმის გაკეთება მის გარდა სხვას არც არავის არ შეუძლია.